მოვედი მანქანა აქ დავტოვე დოჯი დაკოტა მეგობარი ხოდა მივდივარ მთაში მეორე ეზო მაქვს სადაც თხილებია და ასევე არის აკაციის ბოძები რომელიც მოჭარი რამდენიმე თვის წინ და რომელიც ყრია თუნდა ჩამოვიტანოთ ახლა ფერმისთვის რომ იქაც რაღაცეებზე მჭირდება და რაზე მჭირდება მაგას გაგიზიარებ დრო და დრო ახლა ბიჭები მეხმარებიან ესენი რომ არ მყავდეს რა მეშველებოთ ხოდა გზას თუ საიდან უნდა ჩამოვიტანო ახლა გაგიზიარებთ ანუ გზა თავდება და ხელით უნდა წამოვიღოთ საქმეს შუბი ჩქარა ჩქარა ესეთი საცალფეხო ბილიკი მიდის ჩემეზომდე რომლიდანაც ძალიან კარგი ხედები იშლება გაჩვენებთ მერე თუმცა გზის პრობლემა არის საქმეს შუბი ჩქარა ჩქარა საქმეს შუბი ჩქარა ჩქარა საქმეს შუბი ჩქარა ჩქარა აი აქედან უნდა წავიღოთ ეს სარები ახლა ჩვენ. ხო, გული ცოტა მოარნაზე. მე ვფიქრობ ამ მეზობლის ეზოში რომ ჩავყაროთ და გადავყაროთ უკეთესი იქნება. ნახოთ. აქედან იქეთ აი ესე ავიღო უნდა
მოვიღო. ამის დაურჩი ცალი ფეხის გარეშე. ხო და ისი ჩვენება მინდოდა. აი აქ უნდა ჩამოვიტანო. დავყარო აქ და წავიღო და ავიტანო იქ, სადაც მანქანაყინია. უხედავად იმისა, რომ პირველი საათი დაიწყო დაღლილობაც იგრძნობა. აი იქედან როგორც იქნა დავასრულეთ აქ ჩამოყრა ამ ყველაფრის არ კარგავენ სულისკვეთებას და შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ ნახევარი მაინც გავიტანოთ იქამდე, სანამ შევძლებთ, სანამ დაღამდება და კიდე დამხმარე ძალას ვიპოვნით. აი გააძმობა მეგობრობა და ერთობა. ერთობა ძალიან დიდი ძალა აქვს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ სამი ადამიანი იყოს თუ გინდათ, ამ მნიშვნელობა აქვს. ორი ადამიანის თუ სამი ადამიანის ერთობას ბევრად მეტი ძალუს, ვიდრე გათითო კაცებული ვინმე ერთი კაცის შრომას. რა სიტყვის ერგო? როცა საქმეს მოისხოს ყველაფერს აკეთებს ადამიანი თუ რა. მეგობრისთვის მეგობარი. რა აქვს ერთობას, დილით თუ სამი ვიყავით, ნახე რამდენი ვართ. რაღაც 7 საათია და ზუსტად 1 საათის შრომაში ჩამოვიტანეთ. არ ვიცი ხა რამდენად გამოჩნდება ყველა და რა ერთობას და სიმრავლეს, აი. ები რაც ვერ ვქენით. დილით სამმა კაცმა 1 საათში ვქენით იმდენი საღამოს. ხა წავიდეთ უნდა დავიშლებით და დილით მოვალ წასაღებად, იმიტომ რომ ამ სპეციალური საბუთი ჭირდება. ერთი ეზო და მეორე ეზოში სპეციალური ტრანსპორტირებისთვის ჭირდება საბუთი, რომ არ დაჯარიმდე კედეის მიერ და რა საბუთია და სად იღება და ასე შემდეგ, მაგას გეტყვით დილით. საქმეს შობი ჩქარა საქმეს შობი ჩქარა საქმეს შობი ჩქარა ერთი სიტყვით ჩემი ძმა გადავება წავიდა ფლექსაობებიო დაიწყებს ახლა ძალიან დავეღალეთო ბიჭები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმას თუ გონია რომ აი იქ როზის
და არ ეკანება. იმას თუ გონია რომ ამას არ თავდე ვიდეოში, ძალიანაც შემცდარ. ხო და ვისი თქმა მინდა. ჩეპე გვაქვს. რაც მოახერხეთ, მაგრამ აკაცია ტყვიასავით რა იყო და რკინასავით მყარია და შესაბამისად ლურსფანი არ გადის და რახან ლურსფანი არ გადის დღეს ვერ ვაჭედებთ. თან ამასობაში დაღამდა კიდეც და. ხო, ეხლა რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა წინა ვიდეოში გითხარით აკაციის სარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მიხვიდეთ უნდა თქვენი უბნის რწმუნებულთან, ვინც არის, თუ ქალაქის მაჟორიტარი თუ ასე შემდეგ, პირადობა არის საჭირო ორი მოწმე, რომ ნამდვილად თქვენს ეზოში ამოჭრილი სარები წამოვიდეს უნდა წარმომადგენელი და დათვალოს რამდენი ცალის არი აქვს ადამიანს მოჭრილი, რომელსაც სულს ერთი ეზოდან მეორე ეზოში ტრანსპორტირება. და ამისთვის გჭირდებათ ზუსტად ისაბუთი, რომ გზაზე შემოხვედრმა გედეის ან ვინმეს წარმომადგენელმა ვერ მოგდოთ ჩარე, რომ ნამდვილად თქვენ ეზოდან მიგავთ და ნამდვილად თქვენ ეზოში მიგავთ. ეზოდან ეზოში ერთი სიტყვით. ამ გენიალური აუზის დღევანდელ საღამოს ამ შემთხვევაში გემშვიდობებით და ხოლდილით გავაგზავნებთ და აუცილებლად გაჩვენებთ შედეგსაც.
შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა გურიაში მივალმარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა მოვდივართ მარიამ როგორ გეკადრება ამ წუთას გურიაში მივალმარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა გურიაში მივალმარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა გურიაში მივალმარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა გურიაში მივალმარა სულმა წინწინ გეიპარა შემოდგომა მოდის თანა საქმეს შობი ჩქარა რომელი საათია შემაჯამებელი შემაბალი 6:05 წუთია